დილამშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვისაც აინტერესებდა თუ რას ჩანსნე და რას იწვევს ციანიდით მოტანა და როგორი სიმპტომები აქვს მას. მე ხა ყველას დაგპატიჟებთ და ციანიდთან დაკავშირებით მოგიყვი ყველაფერს. ვის გაინტერესებთ დარჩით და ვისაც არ გაინტერესებთ უბრალოდ ასკროლეთ და საერთოდ არ გავიგო თქვენი კომენტარები, რომელსაც დაწერთ, აი ნეგატიური და საწინააღმდეგო კომენტარები. დედასფიცა ვარ, აქვე გეტყვით რა, ვისაც არ გჯერათ ეს ამბავი, ხო? აი პირდაპირ გეტყვით ღმერთმა გამოგაცდევინოთ რა. ვისაც არ გჯერათ და ვისაც გჯერათ, ხო, მომისმინეთ კარგად, ეხლა რა ხდება. 21 ივნისს ვიყავით ჩვენ წასული სვანეთში და 21 ივნისიდან უკვე იწყება ამის გამოაშკარავება, რომ ჩვენ რეალურად, მათ შორის მე და კიდევ მთელი იქ ვინც ვიყავით, იმის გამო რომ მისია ვერ შესრულდა ისე როგორც უნდა შეესრულებინათ. აქ უნდა როგორც ჩანს ერთი ადამიანი უნდა დადებულიყო მკვდარი, ესე რომ ვთქვათ, და რადგან ეს მისია ვერ შეასრულეს, ამ ციანიდით მოწამლა გაგრძელდა და გადავიდა სხვა ადამიანებზეც. და ეხლა გეტყვით როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი რა. აგიხსნით იმ საკითხსაც, რაც რასაც ციანიდი იწვევს ორგანიზმში და შემდეგ რა სიმპტომები აქვს ამას, თუ კი გადარჩა ადამიანი და როგორ აისახება ეს, რამდენ დღეზე გრძელდება, ვისზე არის საშიში ეს ციანიდი და რატომ არის საშიში საერთოდ ეს ციანიდი. ესე იგი, რამდენი დღეა გასული, არ არის 21 დღე გასული, არ არის ჯერ. სულ რაღაც ალბათ 14 დღეა გასული, არ ვიცი ახლა ვერ გამოითვალეთ 21-დან დღემდე რამდენი დღეა. და ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მე ექიმთან ვისაუბრე, ეს ექიმი არის ძალიან კომპეტენტური და არის ასევე სოციალურ ქსელში აქტიური, ძალიან აქტიური. მადლობა უფალს, რომ რაღაცა აი არ ვიცი როგორ დამაკავშირა მე ამ ადამიანთან, მაგრამ ამ ადამიანთან დაკავშირების შემდეგ რეალურად მე ჩემმა ორგანიზმმა გაუძლო იმ მოწამლას, რა მოწამლაც ჩემზე იყო განხორციელებული. კერძოდ ეს იყო საკვებით მოწოდებული, ხოლო იმ ადამიანზე, რომელზეც გარე ჩარევა მოხდა და ბალიშის პირზე ან თვითონ კანზე იყო დაწვეთებული, ის ადამიანი ამ ადამიანს კანიდან შეუვიდა, ხოლო ჩემთან დაიწყო კუჭნაწლავიდან წამლა. ესე იგი, როგორ ხდება ეს ამბავი და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ იმ პირს, რომლის სახელზე გვარის მე უკვე გავაჟღერე და ეჭვმიტანილია, იმიტომ რომ იმის გარდა იქ არავინ არ იყო იმ კონკრეტულ ოთახში, რომელ ოთახშიც ეძინათ ამ ორ პიროვნებას, რომელიც მოიწამლა და შემდეგ მისი კანიდან ჩემს ხელზე გადმოვიდა, რადგან დაუჭირე მას კისერის და თავს, როდესაც ის აღებინებდა უკაცრავად ამ სიტყვაზე და რა გასაკვირია, ორგანიზმმა მთლიანად ფაღარათით და ოფლით და ღებინებით გამოდევნა ეს ციანიდი იმ მისი ორგანიზმიდან და რადგან ჩემს ხელზე გადმოსულმა ციანიდმა შემდეგ დღეებში იმოქმედა და შემდეგ კიდე იმ საკვებმა, რომელიც სახლში გამომატანეს აქ და იცოდნენ, რომ ძალიან მიყვარს ჩირი და ვჭამე ეს ჩირი, კიდევ კარგი მხოლოდ მივჭამე. როგორ გადავრჩი? აი როგორ გადავრჩი? მე ამას გეტყვით რა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი უარყოფს, აბა იმას ხო არ იტყვის, რომ მე ვიყავიო, ხო? თან მით უმეტეს თავისმა პირმა ამხილა, რომ
მტკიცებულების გარეშე როგორ დამადეს ხელიო, მტკიცებულების გარეშე წარმოგიდგენიათ ადამიანი მტკიცებულების გარეშე მტკიცებულებას უკვე რო იყენებს სიტყვათა ლექსიკონში, აი იქ უკვე მაგარი ჩაჭრელი ხარ, იმიტომ რომ ზუსტად აი მტკიცებულებას რო ახსენებ, ციანიდის საკითხი არის ის, რომ ვერ ამტკიცებ ციანიც, მაგრამ ამტკიცებ სხვა რაღაცებს, რასაც ეხლა მოგიყვებით და ვისაც ეჭვი გაქვთ იმაზე, რომ აი ამ სიმპტომების მერე, რასაც მე მოგიყვებით, რომ თქვენს გწამლავენ ციანიდით, აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ ციანიდი ტოვებს მძიმე მეტალებს ორგანიზმში. ესე იგი, ორგანიზმი თუ დიდი რაოდენობით იღებს ციანის, ხო? ჯერ ეგერთიც შეიძლება მცირე რაოდენობას მიეჩვიოს ორგანიზმი, იმ მხრივ, რომ როგორც ჩანს მე მონოტონურად მწამლავდნენ ყოველ 21 დღეში. რამდენის გინდა იმდენი გველი დადის და ყოველი ადამიანის გაცნობის შემდეგ მე ხვდებოდი აი ამ სიმპტომების რაც ეხლა მაქვს და მე ეხლა ვიგებ საერთოდ ჯადოს კი არა ეგენი მწამლავდნენ ქიმიურად წამლავდნენ ის სიმპტომები მე რაც ამიხსნა ეხლა რასაც მოგიყვებით მე ხო მონოტონურად მქონდა მე და მიკვირდა რომ რა ხდებოდა საერთოდ რა და რეალურად ჯადოსაც აკეთებდნენ, იმიტომ რომ ჯადომ სხვა სიმპტომები იცის. ეხლა რა ხდება ციანიდის მოწამვლის დროს? როდესაც ციანიდი გარედან, ანუ გარეთ დაწვეთებულიდან ან ბალიშზე დაწვეთებული რეალურად როგორ მოხდა იცით? აი ეს ორი ადამიანი რომელსაც უნდა დაეძინათ ოთახში, ამ ადამიანმა რომელიც შევიდა ოთახში, ეგრევე თავს ბალიშს გამოუცვალა თავისი ბალიშის პირი. რასაც ხსნის რომ ვითომ ეზიზღება სხვა ბალიშის პირებზე დადება თავის, მაგრამ პირდაპირ გეტყვით რა მან გამოუცვალა ბალიშის პირი, რადგან არ არეოდათ ბალიშები. თუ ადამიანს წიკები აქვს და ბალიშის პირი აქვს მხოლოდ ამოღებული, ანუ წიკების დროს ადამიანი თავის მე ვიცნობ ესეთ ადამიანებს, თავის რა ქვია, საცვლებს ატარებს ხოლმე თან, რესტორნებში იქნება, რესტორანი რა შუაშია, სასტუმროებში იქნება თუ ნებისმიერ ადგილზე სტუმრად მივა თუ ყველგან თავის ატარებს, ისე როგორც ბალიშის პირს, ასევე ჩიხოლს, ასევე გადასაფარებელ ზეწარს. ამ ადამიანს ჰქონდა მხოლოდ ბალიშის პირი წამოღებული, რომელიც ოთახში შესვლისთანავე გამოუცვალა თავის ბალიშს და თავისი პირით აღიარა, რომ მე ოთახში რომ შევედი გამოუცვალეო, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ბალიშები და რაღაცები დებილობა, სირობები. მოკლედ ერთი სიტყვით, ამ ადამიანს, რომელსაც სავარაუდოდ ბალიშის პირზე ქონდა დაწვეთებული ეს ციანიდი, დილით, როდესაც იღვიძებს, ესე იგი კისრის წვით და ყელის წვით და შემდეგ აღებინებს და ქაფი გადმოდის პირიდან და არავინ არ ეხმარება, სხვათა შორის არავინ რაც ნიშნავს, ვინც იგზის, ანუ ის პიროვნება, რომელიც იგზის, არ ეხმარება. ეს იგივე პიროვნება, რომელიც ოთახში იყო მასთან ერთად, ანუ ხელს არ კიდებს მას, ხელს არ კიდებს. ჩემი თვალით ხედავ, რომ როდესაც ადამიანი გარბის საპირფარეშოში არ ინძრევა ეს პიროვნება, პირიქით თვალს არ იდებს ამ ყველაფერს, რადგან მე მივედე და დავეხმარო, რა თქმა უნდა მე ამ ადამიანს დავეხმარებოდი და მისია შესრულებული იყო და თუ ეს არ იმოქმედებდა, შემდეგ აი ამ ჩირითაც კი რომელ ჩირმაც ნებისმიერ ვინც იქ ჩირი ჭამა, ყველა დაიწამლა. ფაღარათი და კანზე რეაქციები დაეწყოთ. ვინც არ ჭამა, საერთოდ არაფერი არ მოუვიდა და აი როდესაც უკვე ეს ადამიანი, ვინც რეალურად ბალიშის პირიდან მოიწამლა ან ზემოქმედებით დაწვეთებული წვეთიდან, დილით თავისივე ორგანიზმი, რადგან მას ძლიერი ორგანიზმი აქვს და მომზადებული ორგანიზმი აქვს და კიდევ ერთს გეტყვით, რომ აქ ვისაც არ გჯერათ ზეციური დაცვის, აქ ზეციური დაცვა ჩაერია ძალიან სერიოზულად და ეს ადამიანი გარჩა ამიტომაც. მათ შორის მეც გადავრჩი, ძალიან სერიოზულად გადავრჩი, რადგან ვისაც ჩამოვდივართ, მეწყება მეორე დღეს ყელის წვა, ხმის ჩახლეჩვა, ამას თქვენ 22-ში ჩაწერილ ვიდეოშიც ნახავთ, 22-ში ხმა როგორ მაქვს ჩახლეჩილი რა, არანაირი ვირუსი, ხმა როგორ მაქვს ჩახლეჩილი. მეწვის ყელი 2 დღეს, 3 დღის განმავლობაში
რა თქმა უნდა ამას ემატება ის რომ ჩირს მივირთმე უკვე მეორე დღეს და იწყება უკვე ჩემი მუცლის ტკივილი. მუცლის ტკივილი ისეთი კი არა რომ თქვათ ან ფაღარეთი გამიშდეს ან არა ნელი მუცლის ტკივილი, ანუ ნელი რას ნიშნავს, რომ გრძნობ ჩემს ორგანიზმში რაღაცა საშინელებაა, მაგალითად ღვიძლი ხელში მიჭირავს ღამით ჰაერი არ მყოფნის, მეწყება ჰალუცინაციები. ამის შემდეგ ვუკავშირდები მე ამ ადამიანს, რადგან ეჭვები ჩდება, რა თქმა უნდა, იმ პიროვნებასთან საუბრის შემდეგ, რომელმაც აღიბინა იმ დღეს ქაფი ორჯერ, რომელიც ძალიან ცუდად იყო, შემდეგ ჩემი სიმპტომები და ექიმთან საუბრის შემდეგ ადამიანი პირდაპირ ადებს ხელს სიანიც. ანუ ექიმი, რომელიც გამოცდილი ამ საკითხებში, არამც თუ ის ექიმი ჩვეულებრივი, არა, რომელიც აი ამ კონკრეტულ საკითხებში ციანიდის მოწამვლის თემაში გამოცდილია. და მეუბნება ეს ადამიანი ასეთ რაღაცას რომ გააკეთე ერთი დღე აუცილებლად და სასწრაფოდ მარილიანი წყლის, ანუ ჰიმალაის მარილის მითხრა იქ როგორ უნდა დავაყენო, რანაირად უნდა დავლიო, გამოვლება, კუჭნაწლავის გამოვლება სვი და სვი. როდესაც მე ვაკეთებ აი ამას, რასაც მასწავლის, ესე იგი არ ვიცი, ეს იყო ანუ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც რაც უნდა გამეკეთებინა, რაც ჩემს კუჭნაწლავს გაათავისუფლებდა იმ შხამისგან, რომელიც შხამიც პრინციპში ჩემთან უკვე კუჩი ჩავიდა, ანუ კი არ დამაწვეთეს, კუჩი ჩავიდა და იქიდან დაიწყო წამვლა. რის ნიადაგზეც ჩემი ორი ბავშვი, ანუ ბიჭი, რომელიც სკოლაში არ წავიდა პარასკევ დღეს და ჩემთან იყო და მეხებოდა, შეხებაში იყო ჩემთან, მეორე დღეს სისხლები, ანუ ცხვირიდან სისხლიწას და ციანიდი გადადის მეორე ადამიანზეც, როდის შეხების დროს, ხელის შეხების დროს, კანზე შეხების დროს ოფლით გადადის. სისხლიწასკდა და ბავშვი იმდენად მისმა ორგანიზმმა კიდევ კარგი ამ სახით გამოიტანა. მეორე ბიჭი, რომელიც ხშირად არის ხოლმე ჩემთან ახლოში და ღამით ჩემთან შემომიწება ხოლმე ლოგინში, 3 დღე ფაღარათი აქვს, 3 დღე ჯერ მწვანეზე გავიდა, მერე შავ განავალზე გავიდა და მუცლის ტკივილით იყო ეს 3 დღე. ბავშვის ორგანიზმაც კიდევ კარგი გამოიტანა ეს ყველაფერი და ეხლა რა ხდება ჩემთან. როდესაც ვიწყებ ესე იგი ამ მარილიანი სასმელ ჭამას, აი მუცელში იყო არ ვიცი რა ხდებოდა. იქ იყო ხმები, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა, აი ხმები ისმოდა ალბათ კილომეტრებში. გარდა ხმებისა, აი უკაცრავად, მაგრამ აუცილებლად მიაქციეთ მაგას ყურადღება. ქაფი შეიძლება რომ ქაფის განავალი გქონდეს ადამიანს? არ შეიძლება, ხო, ნორმალურ შემთხვევაში არ შეიძლება. ანუ ქაფი ერთი დღის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ქაფი გამომდიოდა. თქვენ იცით ახლა ეს რა არის და ვიღაცა იტყვის რომ აუ რაღაცას ვიგონებ. დედას ვიცავ გაგავლევინოთ ღმერთმა თქო გეუბნებით რა. ყველას ვისაც არ გჯერათ ახლა მე რასაც ყვებით, ღმერთმა გაგავლევინოთ თქო რა. ის დღეები რაც ჩემთან იყო რა. მე ღმერთმა გადამარჩინა თქო გეუბნებით. ის ადამიანები რო არ გამოჩნილიყვნენ ჩემს ცხოვრებაში, ვინც გამოჩნდა და მასწავლა როგორ უნდა მოუარო ამ შემთხვევაში ციანიდის დროს თავს, მე რეანიმაციაში მკვდარს მიპოვიდი. გამომიყვანდნენ, ღმერთმა დამიფაროს, ღმერთმა დაიფაროს. ყველა ის ადამიანი, ვინც იგებს ახლა მე რასაც ვაკეთებ. ეხლა გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში მე ვინც შევეხე, ის უკვე მე ვისაც შევეხე, ხელიდან ყველაზე მეტად გადადის, იმიტომ რომ ხელიდან და ფეხიდან იქ არის ნერვების დაბოლოებები და იქ ყველაზე მეტად გამოაქვს ციანიდი ორგანიზმს. ციანიდი არა ხალხო, ციანიდმა რაც დათესა ორგანიზმში უკვე, ეს მძიმე მეტალები, ისინი გამოაქვს. ეს მძიმე მეტალები, ეს გადამდები არის სხვაზეც. აქ იყო გეგმა როგორც ჩანს, რომ ჩვენ უნდა მომკვდარიყავით და ამის შედეგად, რა თქმა უნდა, ეს არ გავრცელდებოდა ეს ციანიდი. მთელი ის ხალხი, ვინც
დაზარალდა, ხო? ყველანი საშიშები იყვნენ იმ დღეებში, იმიტომ რომ ვინც შირიჭამა და ვინც მე შემეხო, ვისაც შევეხე, ყველანი საშიშები იყვნენ. ისინი ვისაც შეეხნენ, ისინი ყველანი უკვე გადასული არის. რა თქმა უნდა, იმ ფორმით არა, რომ ადამიანი მოკლას, მაგ დოზით ვეღარ, მაგრამ იმ ფორმით, რა ფორმითაც ადამიანს შეიძლება დაიწყოს ჩივილები, მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები რა. რაც რეალურად ხდება აი ამის შემთხვევაში, როდესაც მძიმე მეტალები ორგანიზმში შემოდის. ესე იგი, როგორც კი ეს გავაკეთე, რაც ექიმმა მითხრა და დამარიგა, მომეშვა, მე ეს აგიხსენით კიდევაც, მაგრამ კიდევ აგიხსნით, მომეშვა ჰალუცინაციები. ეხლა რატო იწვევს თურმე ჰალუცინაციებს ეს ციანიდი? ერთადერთი არის შხამი ციანიდი, რომელიც უშლის ხელს, უჯრედებს აიღოს ჟანგბადი უჯრედებმა, ანუ სისხლის წითელმა უჯრედებმა და ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში გონებას აღარ მიეწოდება იმდენი ჟანგბადი, რამდენი საჭიროა, ამიტომ იწვევს ის ხან მოლანდებებს და ხან ჰალუცინაციებს. არის შემთხვევები, რომ დაიძინო, ვეღარ გაიღვიძო. ეს შემთხვევაც მქონდა რის ნიადაგზეც შემდეგ ოყნის გაკეთების შემდეგ მომეხსნა. დღესდღეობით საქართველოში იმდენად უცნაურია ეს საკითხი წამლავენ ადამიანებს, რომ ვერც ხვდებიან ადამიანები, რომ ისინი მოწამლულები დადიან. ზოგს ხმა, ეხლა რა ხდება? ხმის წასვლის შედეგი. როდესაც მე ჩამოვედი, ყელის წვა მქონდა მეორე დილას სასტიკი. ყელის წვა გაგრძელდა 3 დღე. სანამ ფაღარათი არ დამეწყო, ყელის წვა იყო ჩემს ორგანიზმში. შემდეგ, როდესაც ფაღარათი დაიწყო და გამოდევნა ორგანიზმმა ეს შხამები და დევნა, ერთი კვირა ფაღარათი მქონდა. დევნა, ყელის წვაც გადამივიდა. ყელის წვა, როგორც კი ფაღარათი შეჩერდა, ეგრევე ყელის წვა. ეხლა ხვდებით, ხო, აი ხედავთ როგორ ხმა ისევ ჩახლეჩილი მაქვს. ყელის წვა ისევ წამოვიდა. ესე იგი ორგანიზმი დევნის ამ ნივთიერებებს, რომელიც შეიყვანეს ორგანიზმში. ექიმმა მითხრა, რომ რადგან გადარჩით, თქვენი ორგანიზმი ამას გაუძლებს და გამოდევნის, მაგრამ 21 დღე არავის არ მიეკარო. ხელებზე ჩაიცვი ერთჯერადი ხელთათმანები, რომ არავის არ შეეხო. ხალხო, თქვენ ეს საკითხი გონიათ ისე ადვილი? დედასპიცა ვარ, კიდევ ერთხელ გეტყვით რა, იმ ადამიანს ხომ ღმერთი მოუვლის, ვინც ეს გააკეთა, ვინც ხელი შეუწყო, ვინც დაკვეთა განახორციელა. ყველანი მიწაში ჩაიდებიან, ჩემი თვალით ვიხილავ მათ მიწაში ჩადებულს. ყველანი მიწაში ჩაიდებიან. ერთი მეორეს მიყვება ზედ, ვინც ხელი შეუწყო ამ საკითხს. შეიძლება თვითონ არ განახორციელა, მაგრამ ხელის შეწყობაა, როდესაც შენ იცი რა უნდა მოხდეს და არ უშლი ამას ხელს. მეორე ის ვინც გაიფიქრა ჩემზე, რომ მე ვიტყუები რამეს რა, დედასპიცა ვარ, მის ოჯახს გაევლოს ის დღეები, რაც ჩვენ გავიარეთ ახლა. რაც ჩვენ გავდივართ, კი არ გავიარეთ, ჯერ არ დასრულებულა, გავდივართ ჩვენ ამ დღეებს ახლა რა. ყველას ვუსურვებ, აი ღმერთს ვთხოვ, ვისაც ოდნავ ეჭვი მაინც შეეპარება ჩემში, რომ მე ვიტყუები რამეს, ყველას გაევლოს ის დღეები რა. ყველაზე განხორციელებული იყოს იგივე, რაც ჩემზე განხორციელდეს, რაც ჩემზე განახორციელეს რა. ისე უტრიალებენ ადამიანს, რომ მტკიცებულება სადან? მტკიცებულება ბებიაშენსა აქვს საფლავში, ბიჭო, იქ რო ჩახვალ მოგცემს იმ მტკიცებულებას, გაიგე? და ეს ექიმი, რომელიც კონკრეტულად ციანიც, აი არ არსება, აი ხო შეიძლება სხვა შხამს დაადოს, არა, ნიშნები არის ციანიდის, რაც მითხრა ზუსტად ის ხდება ერთ-ერთში. აქვს ციანიც, აქვს ესეთი მდგომარეობა, თუ კი გადარჩა სხეული და გაუძლო ამ მოწამლას, ესე იგი ერთი თვის განმავლობაში აქვს ესე ტალღოვანი დარტყმები, მაგალითად ხან გრძნობს ამას, ხან ვერ გრძნობს. აი მაგალითად ვარ, ხან ისეთ ჯანზე ვარ, რომ გადავდგა მთებს და დედასპიცა ვარ, ისეთი სიმძიმეები ავწიე, რომ მე თვითონ მიყვის რანაირად. და ხან ვარ ძალიან ცუდად, რომ აი ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მარტო ძილი მინდა და
ერთი კვირის განმავლობაში გულისრევის შეგრძნებებიც მქონდა, მაგრამ ეხლა გადავიდა ეს გულისრევის შეგრძნებები. ანუ ტალღოვანად იცის დარტყმა, წასვლა. ესე იგი, ამას აქვს ვითარებები, ციანიდის მოწამვლას აქვს ვითარებები, როგორიც არის, ესე იგი, სისუსტე, გგონია რომ ვირუსი გაქვს წელის ტკივილი, სადაც გამომჟღავდება ჯერ მარტო გუშინ ერთი პატარა ეს არაყი დავლიე და მთელი ორგანიზმი გამიშეშა. არაყი არა, კონიაკი. მთელი ორგანიზმში ვიგრძენე, ანუ გამიშეშა. ესე იგი, მთელ ორგანიზმში გაშენთილი არის მძიმე მეტალები. ერთი სიტყვით მეგობრებო არა ის კიდე რა, მოიცა რა, რამე რომ მოგივიდეს ხალხი აზრზე არ არის დედას ვიწავარ, ვირთხებივით დაიმალებით რა. მე არანაირი სურვილი აღარ მაქვს უკვე რომ ვილაპარაკო, მე ერთს გეტყვით რა, ამ საკითხს ბოლომდე მივიყვან რა, მიწაში ჩაიდება ყველა ვინც ეს საკითხი, აქამდე მწამლავდა, დედას ვიწავარ ყველას სახე ვიცი ვინც მწამლავდა, ყველას სახე, მაშინ რომ ეჭვები მეგონა, ჩემი ეჭვები, ყველა ვიცი, ვინც ახორციელებდა ამ საკითხს რა, დედა მოეტყუნება ყველას. მიწაში ჩაიდება, ჩემი თვალით ვნახავ რომ მიწაში ჩაიდება რა. არც მივალ, არც დავინტერესდები მას რომ მიწაში ჩადებენ. ერთი ხო ჩაიდო მიწაში. ისიც მიწას ვერ მიეკარა, იმიტომ რომ იმდენად ყროლია რომ მიწას ვერ მიაკარეს, მხოლოდ დადეს ერთ რაღაცა იმაზე რა ქვია. გამოკეტილ რაღაც სიცოში. მეორეც მიწაში ჩაიდო. ყველანი მიწაში, მესამეც მიწაში ჩაიდო, ჩემი თვალით ვიხილე, ყველანი ვინც ახორციელებდნენ ამ საკითხს. ყველას გნახავთ მიწაში ჩადებულს, მე კი არ ვიწყევლები ბიჭო, რაც დათესეთ, იმას გისურვებთ რა. მე თქვენ კარგს ვერაფერს ვერ გისურვებთ, თქვენ თუ ვერ გაიგეთ, ამდენი ხნის განმავლობაში მე ვინ ვარ და ჩემზე კიდე ხელი აწიეთ, დედას ვიწავარ, თქვენ აწი მხოლოდ მიწას სამარე გაგასწორებთ და მაგას გისურვებთ, რაც გასწორებთ რა. რაც გაგასწორებთ, იმას გისურვებთ. სამარე გაგასწორებთ ყველას. ერთი გარე თუ შინაური, ვითომ ახალი გაცნობილი საყვარელი, რომელიც ტკბილი სიტყვებით ლაპარაკობს და მეფერება ვითომ და 5 წელი მივლის და ხან რა ვიცი რა აღარ მაღმერთა და ხან რა აღარ მითხრა ხოტბა შემასყა. დედა მოგეტყონებათ სულ ყველას თქო მე გეტყვით რა. თქვენი ფარსი სიტყვები ისედაც არ მოდიოდა ჩემთან და კითხვა მქონდა რომ რატო არ მოდის ჩემთან ეს სიტყვები თქო და ახლა ვხვდები რატომაც არ მოდი. თქვენ ფარისეველნო, თქვენ მხოლოდ სამარე გაგასწორებთ. სამარეში მენახეთ სულ ყველა. ამინ ამენით უფალო იესო ქრისტე ნებითა შენი და ისმინა ჩემი ვედრება. თქვენ მხოლოდ სამარე გაგასწორებთ თქვენ. ბოზნო თქვენ ბოზნი მაინც იყოთ ბიჭო. ბოზი კიდე ლამაზია. სიმპტომები თუ თქვენ გაგაჩნიათ და ვერ ხვდებით რა გჭირთ. რაც მე საუბარი დავიწყე იმ დღის მერე, რაც მე მაგათი მხელა დავიწყე, ციანიდი საპატრიარქოს თემა არის და უკვე ხელწერა ვიცით ვის განხორციელება, ვისგან მოდის. საპატრიარქო კიდე სუსს ეკუთვნის და სუსის საკითხია და ციანიდის პოვნა მაგათ არ გაუჭირდებათ. ამიტომ არის რომ თურმე რამდენი ადამიანი რომელსაც მოუკლეს შვილი და სამხარაულში ექსპერტიზაზე მიიყვანეს დღემდე პასუხი არ აქვს თურმე ათასობით ადამიანები რომელსაც დღემდე პასუხს არ აძლევენ რითი არის შვილი მკვდარი. ციანიდის თემას 24 საათის განმავლობაში მკვდარზე შეიძლება კიდე არ გამოიდევნება მკვდარიდან, იქ ციანიდი დაამტკიცებს, მაგრამ თუ კი გადარჩა ადამიანი 24 საათის განმავლობაში ციანიდი გადის, ვიღარ დაამტკიცებ, მაგრამ ამტკიცებ იმ საკითხებით, რასაც მე კვალი რაც რჩება ორგანიზმში, იმ კვალით ამტკიცებ. ესე იგი თუ 48 საათს გადაცდა მძიმე მეტალები ორგანიზმში არის ქვეყნის შიდა საკითხი, თუ 72 დღეს გადაცდა მძიმე მეტალები ორგანიზმში
საერთაშორისო სამართლის საკითხია და აი ამ საკითხებს აუცილებლად რადგან ღმერთმა ამურჩხულის წინაშე წამაყენა, ტყუილად მე არ წამაყენებ და ამურჩხულის წინაშე და ტყუილად მე არ გადამარჩენდა ღმერთი, დედას ვიცავარ ალბათ ბოლომდეც მიიყვანს ამ საკითხს ჩემი სახით რა. ბოლომდე ამოთხრის მაგურჩხულს, ბოლომდე მოთხრის მაგურჩხულს ამ ქვეყნიდან, ამ დედამოტყნული ურჩხულის წინაშე წარმაყენა ღმერთმა რა სვანეთში. რაც შეეხება იმას, რომ როგორ განხორციელდება ეს საკითხი, ამას თავად უზენაესი ძალები ჩართული არიან ამ მთელი ზეცაფეხზე დგას გეუბნები და უზენაესი ძალები არიან ჩართული და არ გეგონოთ რომ ვიღაცა კიდე ქრისტეს ვინც ელოდება ის ქრისტე მოვა და გადაგვარჩენს. ბიჭო, ქრისტე იცით როდის მოვა? ქრისტე როდის გამოჩნდება, იცით? როდესაც გაიხსნებიან აკლდამები და როდესაც აღდგებიან მკვდრები, მაშინ მოდის ქრისტე და არა მანამდე. მანამდე სანამ ეს მოხდება, სანამ ეს არ მოხდება, რომ აკლდამები არ გაიხსნებიან და მკვდრეთი და არ აღდგებიან მკვდრები, ქრისტე და მეორედ მოსვლა არ არსებობს, არ იარსებებს რა. ჯერ მკვდრები უნდა აღდგნენ. რაც რეალურად ზუსტად მაგ საკითხზე ვიყავით წასული სვანეთში და ზუსტად მაგ საკითხის გაჟღერება არ უნდათ, რომ კარიბჭესთან დგავართ, ამიერი და იმიერი ქვეყნის კარიბჭესთან მივედით, სადაც ვაკაკუნებთ და როდესაც გაიხსნება კარიბჭეები, რა თქმა უნდა ძალაუფლებას კარგავს ყველა ის ძალა, რაც აი ამ სამყაროში, ამიერ სამყაროში არის დაფუძნებული და მორგებული. ყველა კარგავს, უკვე ქრისტე პანტოკრატორი გამოდის ჩინში და უკვე ქრისტე პანტოკრატორი ხდება ამიერისა და იმიერის, როგორც არის ბრძანებელი და მმართველი, მპყრობელი. რა თქმა უნდა, ამას ებრძვის და გონია, რომ ქრისტეს წინააღმდეგ საერთოდ რამეს გააკეთებს და ქრისტეს ხალხის წინააღმდეგ რამეს გაახერხებს ბოროტი ძალა, მაგრამ მე გეტყვით რა, უშგულში, მაცხოვრის ეკლესიაში არის ის კარიბჭეში ჩასასვლელი ადგილი, რომელ კარიბჭესაც გვეუბნება ღმერთი, როცა დააკაკუნებთ, გაგეღებათ და ხო უნდა იცოდეს სად უნდა დააკაკონო, რომ გაგეღოს კარი. ხო და ჩვენ იქ დავაკაკუნეთ. ჩვენ იქ ვაკაკუნებთ. და ვისაც ეს სასაცილოდ მიაჩნია, დედას ვიცავარ, თუ ამიერ სამყაროში, ან იმიერ სამყაროში ეღირსოს საუკუნო სიცოცხლე, აი არ არსებობს, ნული შანსი აქვს რა. ვისაც ეს თემა ეხლა მე რასაც ვაზღერებ, ან სიგიჟეთ მიაჩნია, ან სიყლევეთ მიაჩნია, ან სიდებილეთ მიაჩნია, ან რაღაც ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნია. ყველა არის მკვდარი. იცოდეთ რა. საუკუნო კი არის, საუკუნო რა არის 1000 წელი. სიცოცხლეს ვერ მოიპოვებს ის. მისი სული გაქრება. რაც შეეხება ამ გადარჩენას და რა მოყვება ამ საკითხებს, ჩემი კარი დაიკეტა უკვე. არავინ აღარ შემოადგავს ამ კარში ფეხს, არც ნაცნობი და არც უცნობი. არავინ აღარ შემოადგავს აი ამ კარში ფეხს. ნებით. ამ კარში ფეხს არავინ აღარ შემოადგავს. თუ ის შემოიპარება არ ვიცი, მაგრამ ჩემს სიახლოვე არავინ აღარ შემეხება საერთოდ. არც ნაცნობი და არც უცნობი. ერთ ადგილზე მკიდია, ვის რა ამოძრავებს ჩემთან რა. ჩემს მიმართ. ჩემ საკუთარ სახლში მოწვეული ადამიანები, საკუთარ ოჯახში სუფრაზე, რომელიც მლოცავდა, ის დამპალი ჯროები, სულ ყველა მინახოს დედას ვიცავარ, ის ხალხი, ვინც მე ვითომ ამას და იმას მთავაზობდა, სულ ყველა მენახოს სამარეში რა. სულ ყველა. მე მათი გადარჩენისთვის არ მოვედი ხალხო. მე არავის
გადარჩენად აღმოვედი. და მე მეორე ჩამოვიდი ამ სატან ჯუელში. თუ მეორე ჩამოვედი, იმისთვის კი არ ჩამოვედი, რომ მკვლელები გადავარჩინო ბიჭო. მკვლელები მკვდრები არიან, შო. მაგათ დაესვათ წერილი. მე აქ არ ჩამოვედი იმისათვის, რომ გადავარჩინო ვინმე, ან რამე. მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩემი თავი გადავარჩინო. ჩემი თავის გადარჩენა არის ჩემი აღდგენა. აღდგომა. მე თუ არ აღვდექი, ჩემ თავს ვერ გადავარჩინე და აღდგენა გესმით. მე თუ არ გაინტერესებს ამ ჩემს ყლინჯს, ესმის? სუმკიდი ხართ სულ ყველა. ვისაც არ გაინტერესებთ ადამიანის აღდგომა, სუმკიდი ხართ მეთქი ყველანი რა. მე აქ არ მოვსულარ თქვენს გადასაშენად, ვიდრე აქ მოვედი რომ გადავარჩინოთ ჩემ თავი. ერთ ადამიანს ნახავ, მორწმუნესო ქრისტე ამბობს, მხოლოდ მაგიტომ დავინდობო დედამიწასო რა. მე აქ არ მოვსულარ თქვენს ასაღიარებლად, რომ თქვენ მაღიაროთ. თქვენ მე რა უნდა მაღიაროთ, ბიჭო, თქვენი თავები დაგინახავთ ჯერ. თქვენი თავები რა მოგიწონიათ ვინახავთ და ეპოტინები ცხვის სახს. თქვენი თავები არ გიღიარებიათ, მე რა უნდა მოგთხოვოთ, რომ თქვენ მე მაღიაროთ, ბიჭო. თქვენ მე რა უნდა მაღიაროთ ბრმებმა. ერთადერთი ვინც უნდა მაღიაროს მე, ეს ისევ მე ვარ, ჩემი თავი ვარ. ჩემმა თავმა უნდა აღიაროს ჩემი თავი. ერთადერთი რისთვისაც ამ დედამიწაზე ისევ ჩამოვდივართ ბოლო ეტაპზე არის შენი თავის აღიარება, შენი თავივე უნდა აღიაროს შენვე. მე რისთვის ლაპარაკობ? მე იმისთვის ლაპარაკობ, რომ ყველა გამოცდა, რომელიც აქამდე გავიარე, ამ ლაპარაკით გავიარე. და ყველა გამოცდა, რომელიც გამელო, ამ ძით უნდა გამელო, რასაც ვაკეთებ. ამ ჩემს მართლაც თქვენ გადარჩებით თუ არ გადარჩებით, სუმკიდი ხართ სულ ყველა რა. ვინ გითხრათ ვაფშე რომ თქვენს მხსნელად მოვედი მე? ვინმე გითხრა რომ თქვენს მხსნელად მოვედი? მე ჩემი პირიდან გამოსულა ეს? ბიჭო, ქრისტემ ვერ გიხსნათ და მე რანაირად უნდა გიხსნათ თქვენ, ბიჭო, თქვენ თავებს თქვენვე მიხედეთ, ყველა თავის თავს იხსნის მეთქი 24 საათი ეს მაკერია პირზე. მე ჩემ თავს ვესაუბრები. როდესაც მე ჩემს ტელეფონს ვრთავ და მეგობრებს გიწოდებთ, ერთ გობში ვარ და ჩემ თავს ვესაუბრები. ჩემ თავს ვესაუბრები, გესმით? ამ ჩემს ფანჩარს თქვენ თუ გგონიათ, რომ მე გაქცეული მაქვს, თუ გარეკილი მაქვს, რაც არ მაქვს იმაზე მკიდია რა. სულ ერთ 300-იან ადგილზე მკიდია, რო იცოდეთ რა. კარიბჭესა მდგავარ და დავაკაკუნე და გაიღება კარი, იცოდეთ რა. ეს იცოდეთ. და როდესაც ის დრომოვა მკვდრები აღსდგებიან, ამა კაბის მზეზე ხილვა თქვენთვის მომინდია. აი ეს სიტყვები ჩამოიტვირთა და მოგვაწოდა ჩვენ სულიწმინდამ. ამა კაბის მზეზე ხილვა თქვენთვის მომინდია. ვიღაცა ჩემ ყლინჯს გონია, რომ კაბაზია საუბარი, ასეთ კაბაზე. კაბა, კანი და ბანია, ბიჭო. კანი და ბანი. კაში ზის სიცოცხლე და ბაში ზის აღთქმა. თქვენი თავები თუ ვერ შეიცანით, რომელ კაბას შეიცნობთ? თამარ მეფის კაბა, თამარ მეფის კაბას შეიცნობთ თქვენ? თქვენი კაბები თუ ვერ შეიცანით, თქვენ კაბებს თუ გაურბი ხართ, თქვენ თამარ მეფის კაბას შეიცნობთ? ისემც თქვენ მოგეტყნათ ეგერთი ადგილი რა. თქვენ თუ თამარ მეფის კაბას შეიცნობთ, სანამ თქვენ თავებს შეიცნობდეთ რა.
ვიღაცას აი ვისთანაც რეზონირდა ეს გინება და იგრძნო პირდაპირ ის არის მოხდა გულში, ხო? პირდაპირ მას ველაპარაკებ. როგორც ჩანს ის ყველაზე მეტად ჩემი ჩრდილი არის. ანუ ჩემი ჩრდილი, თქვენ ყველანი ჩემი თავები ხართ. ზოგი ჩრდილში მყოფნი, ზოგი დაზიანებული, ზოგი ამაღლებული, ყველა ეტაპზე ვდგავარ. ყველა ადამიანი, ვინც მიყურებს, ჩემი თავია. თქვენ თუ თქვენ თავებს ვერ შეიცნობთ, ვერასდროს ვერ შეიცნობთ სხვის კაბას. გაიგეთ? მე ვინმეს მხსნელად მოვევლინე? არავითარ შემთხვევაში, ბიჭო, ვინმეს მხსნელად კი არა, თქვენ თავებს გადაარჩენთო ქრისტე გვეუბნება, ისიც თუ შეძლებთ მაგასო. თქვენ თავებსო, გაიგე? რა სხვას, ბიჭოს, თქვენ თავებს. ჩემ თავს თუ გადავარჩენ, ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდე. და გადავარჩენ ჩემს. 100% დარწმუნებული ვარ. აი თქვენ რა მოგივათ სულ არ მაინტერესებს რა. ჯანდაბამდე გზა გქონიათ თქვენ. თქვენი თავები თუ ვერ აღადგინეთ, მე რანაირად აღადგინე, მე ჩემი თავია პასუხისგებელი. მე აქ რო ჩამოვედი, ხო დედა? რა დედიკო? გაგეკეთებ, მოვალ ეხლა და გაგეკეთებ. გავაკეთებ ეხლა დედიკო. ერთადერთი რაც გვავალია და რისი გადარჩენას გვავალია ჩვენ, არის ჩვენი თავები. სხვას შანსი არ აქვს რომ სხვა გადაარჩინო. მხოლოდ შენ თავს თუ გადაარჩენ. მხოლოდ შენ სულს თუ გადაარჩენ. სულის გადარჩენაზე აქ თავზე არის საკითხი და არა სულზე. თავზე. თავი სხვაა და სული სხვაა, გესმით? წავედი ხოლმე.